პროექტში იღებს სკოლა მონაწილეობას? სკოლა ჩართულია პროექტ არაქნეში. პროექტი არაქნე აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვა ეროვნულ და ევროპულ დონეზე. პროექტი არაქნე არის ევროპის მასშტაბით მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებულია 7 ქვეყანა: იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და საქართველო, აგრეთვე 11 პარტნიორი ორგანიზაცია. პროექტის მიზანია ევროპული აბრეშუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეაბრეშუმეობის ხელშეწყობა. პროექტის მთავარი იდეაა ახალი ევროპული აბრეშუმის გზის შექმნა, რომელიც ისტორიაზე დაყრდნობით შემოგთავაზებს კულტურულ მარშრუტს ტურისტებისთვის, კვლევარებისთვის, მეწარმეებისთვისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის. ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ეკოკლუბი ჩვენი გარემო წარმოგიდგენთ პროექტს არაქნე ქართული აბრეშუმი ხელოვნება ტრადიციიდან თანამედროვეობამდე. კლასიფიკაციის მიხედვით რომელ ორგანიზმებს მიეკუთვნება თუთის აბრეშუმხვევიას პეპელა? თუთის აბრეშუმხვევიას პეპელა მიეკუთვნება უხერხემლოებთა ჯგუფს. ტიპი ფეხსახსრიანები, კლასი მწერები, რიგი სიფრიფანა ფრთიანები. როგორი განვითარება ახასიათებთ ამ ორგანიზმებს? ამ ორგანიზმებს ახასიათებთ არაპირდაპირი განვითარება. კვერცხი, ანუ გრენა, მური, ანუ ჭია, ჭუპრი, ანუ პარკი. და შემდეგ ისევ ინდივიდი, ანუ ისევ პეპელა. რა პირობებია საჭირო ამ ორგანიზმების მოვლისთვის და ჭუპრის მიღებისთვის? პირველ რიგში უნდა მომზადდეს მურის გასასრდელი ოთახი, ეგრეთ წოდებული საჭიე. გამოკვების დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე უნდა ჩატარდეს მურების ბინის დეზინფექცია. დეზინფექციის ჩატარებამდე საჭიეში შეაქვთ გამოკვებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და ჰერმეტულობის უზრუნველსაყოფად კარფანჯრების ყველა ჭუჭრუტანა და ღია ადგილები იგმანება. ხდება დეზინფექცია. დეზინფექცია ტარდება სველი ან მშრალი წესით. ნახე, ეს არის უკვე მურების გასაზრდელი ოთახი, თავისი ყველანაირი ინვენტარით. სველი წესით დეზინფექციის ჩასატარებლად 1 ლიტრი ფორმალინი განზავდება 9 ლიტრ წყალში. შედეგად მიიღება 10 ლიტრი 4%-იანი ხსნარი, რომლის საშუალებითაც ვახორციელებთ ოთახის სველი წესით დასუფთავებას. მშრალი წესით ჩასატარებლად ყოველი 10 კუბურ მეტრ ფართობზე 400 გრამი 40%-იან მშრალ ფორმალინს ემატება 2 ლიტრა წყალი. მიღებულ ხსნარს დგამენ საჭირის შუა ელექტროქურაზე და დატოვებენ სრულ აორთქლებამდე. ამის შემდეგ ეს უკვე მთელს ოთახში მოდებული იქნება და ეს არის საჭიეს მშრალი წესით დასუფთავება. ფანჯარაზე უნდა იყოს ჩამოკიდებული მუქი ფერის ფარდა. სინათლე საჭიროა, მაგრამ ზისხილი აზიანებს მურის განს. ფანჯარაში უნდა გაკეთდეს ფრინველებისაგან დასაცავ ბადე. ოთახში დაიდგას თასით წყალი. ტენის შესანარჩუნებლად მურებს კანი რო არ გამოუშრეს. თაროები, რაზეც მურები უნდა გამოიზარდოს, ჭერში უნდა იყოს დაკიდებული. თაგვი, ტარაკანი და სხვა ორგანიზმი, ჭიანჭველა კიდე მისი დაუძინებელი მტერია, რომ არ მიეკაროს. ოთახში არ უნდა იყოს სარკე და თუ მინიანი კარადა დგას ოთახში, აუცილებლად ჩამოფარებული უნდა იყოს ქსოვილი. ჭექა-ქუხილის დროს სხივი არ უნდა მოხვდეს მურის კანს. აგრეთვე არ შეიძლება ორპირი ქარი. ნიური და ხახვი თაროებზე აუცილებლად უნდა იყოს დადებული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
გამოკვების დროს დაცული უნდა იქნეს საჭიე ბინაში ტემპერატურის, ტენიანობისა და აერაციის რეჟიმი, ასევე ჭიისთვის კვების, ჯერადობის და ნაძირის ცვლის რეჟიმი. როგორ უნით მურებს კანის ცვლის დროს? პირველ 3 ასაკში ჭია დაჭრილი ფოთლებით იკვებება, წვრილად დაჭრილი, რომ ადვილად მოხდეს პატარები არიან და მათი მონელება. პირველი ასაკის ჭიისთვის ფოთოლი 2-3 მმ-ის სიგანეზე იჭრება. მეორე ასაკისთვის 5-6 მმ, ხოლო მესამე ასაკში დასაშვებია 1-დან 2 სანტიმეტრამდე სიგანეზე დაჭრილი ფოთლით კვება. დაჭრილი ფოთოლის სწრაფად რომ არ გამოშრეს და ჭიამ ბოლომდე შეძლოს მისი ათვისება, სასურველია ჭიების მოთავსება ქაღალდის პატარა კოლოფებში. და საკვების მიცემის შემდეგ სველი მარლის გადაფარება ისე რომ ჭიებს არ შეეხოს. მეოთხე ასაკიდან ჭია იკვებება მხოლოდ მთელი ფოთლებით. ეხლა უკვე მეოთხე ასაკში არიან. მეხუთე ასაკიდან კი დასაშვებია ყლორტების მიცემაც, ანუ მეოთხე ასაკის აგერ გვაქვს და მთელი ყლორტები არის მათზე მიცემული. პირველ 3 ასაკში საკვებად გამოიყენება თუთის ხის წვრილი ამონაყარები, ხოლო მეოთხე და მეხუთე ასაკში ყველა ტოტი იჭრება რგოლზე 2-3 კვირტის ზემოთ. პერიოდულად გამოსაკვების ზედაპირიდან ჭიას უნდა გამოვაცალოთ ნაძირი, საკვების ნარჩენები და მათ მიერ გამოყოფილი ექსკრემენტები. პირველ ასაკში ნაძირი არ ეცვლება. მეორე ასაკში ნაძირი ეცლება კანიდან ამოსვლის მეორე დღეს. მესამე-მეოთხე ასაკში ორჯერ ეცვლება კანიდან ამოსვლის მეორე დღეს და მორიგი კანის ცვლის წინ. მეხუთე ასაკში კანის ცვლის მეორე დღეს და შემდეგ ყოველ მესამე დღეს პარკის ახვევამდე. ეს აგერ უკვე პარკი გვაქვს აგერ ახვეული. როგორ ინახავთ თუთის ფოთოლს? აბრეშუმის ჭიის პირველ 3 ასაკში თუთის ფოთლის შესანახად კალათაში უნდა ჩაეფინოს სველი ტილო. ჩაიყაროს ფოთოლი ხალვათად, რათა არ მოხდეს მისი ჩახურება. დაუშვებელია დაჭრილი ფოთლის შენახვა, რადგან სწრაფი ჭკნობის გამო უარესდება მისი კვებითი ღირებულება. აბრეშუმის ჭიის უფროსი ასაკებისთვის თუთის ფოთლების ყლორტებსა და ტოტებს ინახავენ გრილ ადგილას, იატაკზე, დაფენილ ტილოზე. თხელ ფენად მას ზემოდან კი ეფარება გაწურული სველი წყლით გაწურული ტილო. რა არის ცახი? ცახი ეწოდება ისეთ მოწყობილობას, რომელზედაც ზრდა დამთავრებულმა აბრეშუმის ჭიამ პარკი უნდა აახვიოს. ცახების გვიან ჩადგმა დაუშვებელია, რადგან პარკის ასახვევად მზად მყოფ ჭიას შეუძლია პარკი აახვიოს ცახის გარეშე, მაგრამ იგი იქნება დაბალი ხარისხის და ძაფსახვევი წარმოებისთვის უარლისი. ამიტომ პარკის ახვევისთვის პერიოდში მეაბრეშუმე უნდა შეხვდეს მომზადებული. მან დროულად უნდა დაამზადოს ბუნებრივი ცახები და გააშროს იგი. ცახის ჩადგმის დროს საჭიე შენობაში დაცული უნდა იყოს საჭირო ტემპერატურა დაახლოებით 24-25 გრადუსი. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ცახები. ამ დროისთვის ძირითადად ბუნებრივ ცახებს იყენებენ. ბუნებრივ საცახე მასალად გამოიყენება ბალახოვანი მცენარეები, გვიმრა, გვირილა, სატაცური, მინდვრის ცოცხა და რცხილა და სხვა. საცახე მასალის შეგროვება უნდა მოხდეს 10-12 დღით ადრე პარკის ახვევის დაწყებამდე, რომელიც გამოშრება ჭრდილში. მზეზე მისი გამოშრობა არ არის რეკომენდირებული, რადგან გამხმარმა მასალამ შეიძლება დააზიანოს აბრეშუმის ჭიის კანი. ჭია თუ განიცდის ადგილის სივიწროვეს, მაშინ იგი ახვევს წუნ პარკს, განსაკუთრებით როცა 2 ან 3-ია ერთად, რომელსაც დომფალას უწოდებენ. წუნი და ჩაჭყლეტილი პარკის რაოდენობა იზრდება აგრეთვე ცახების მჭიდროდ შეკვრის შემთხვევაში. ამასთან არც ის ვარგა, რომ თაიგულის ტოტებს შორის დიდი მანძილი იყოს დატოვებული პარკის დასამაგრებლად ჭიას
ქსელის გაბმა სჭირდება და თუ ძალიან დაცილებაა ერთმანეთს ცახის ტოტებს შორის, ქსელზე მეტი აბრეშუმი დაიხარჯება, რაც პარკიდან ძაბის გამოსავალს შეამცირებს. ცახი მსუბუქად უნდა შეიკრას, თაიგულების ტოტებს შუა ისეთი მანძილი უნდა იყოს, რომ მათ შორის ჭიას თავისუფლად მოძრაობა არ გაუძნელდეს. უხარისხო და ცუდად დამზადებული ცახი აბრეშუმის პარკის გარსე თავისებურ კვალს ტოვებს, ეგრეთ წოდებულ ტკეჩს, რაც პარკის ხარისხს აუარესებს. ცახები იდგმება თანმიყოლებით ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჯერ მათ ათავსებენ თაროს ნაპირებზე, შემდეგ კი თაროს შუა ადგილები იწიხრება ცახით. როგორ ხდება ცახიდან პარკის გამოკრეფა? აბრეშუმის ჭია ცახზე გასვლის დაწყებიდან პარკის ახვევას ამთავრებს 3-4 დღეში. ამის შემდეგ იწყებს კანის ცვლას და 3-4 დღის განმავლობაში გადადის ჭუპრის ფაზაში. პარკის გამოკრეფა ცახიდან უნდა მოხდეს მასიური ახმივის დაწყებიდან მე-7 დღეს. უნდა ვერიდოთ ცახიდან პარკის ნაადრევად გამოკრეფას, რადგან დაჭუპრებული ჭია ადვილად იჭყლიტება. პარკი ისვრება და გადადის წონის კატეგორიაში. პარკიანი ცახების ჩამოხსნა უნდა დაიწყოს ქვედა თაროდან. უპირველესად ცახები უნდა გაიწმინდოს მკვდარი და ახვევა დაუმთავრებელი ჭიებისაგან. შემდეგ დაიწყება პარკის გამოკრეფა და ნაპერტყლურის მოცილება. აბრეშუმის პარკი რომ არ ჩახუდეს, საჭიროა მშრალი იატაკზე, დაფარებულ ტილოზე ნელა მოვათავსოთ და გამოშრობას შეუწყოთ ხელი. გამშრალი პარკები ფრთხილად უნდა ჩაიყაროს ჰაერგამტარ მყარ კედლიან ჭურჭელში. ეს იქნება გოდორი, კალათა, რაღაც დიქტისგან დამზადებული ნასვრეტებიანი ყუთები და გადატანილი იქნება მიმღებ პუნქტში. დაუშვებელია აბრეშუმის პარკის ტომრებით, ზეწრებით ან სხვა რბილი ტარიც გადატანა. რა მოქმედებს უარყოფითად მათზე? მურებზე მოქმედებს უარყოფითად მექანიკური დაზიანება, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, ტემპერატურული ცვლილება, ორპირი ქარი, დასხივება, სოკოვანი დაავადებები და სხვა და მიკროორგანიზმული დაავადებები. დაავადებებიდან თუთის აბრეშუმხვევიას აღსანიშნავია ისეთი დაავადებები, რომელსაც იწვევს მაგალითად პარაზიტი ნოზემა, აგრეთვე ისეთი დაავადება არსებობს, რომელსაც ქვია პებრინი, მემკვიდრეობითი დაავადება. ამიტომ შეიძლება იგი გაჩნდეს ზოგჯერ ჭიის გამოკვების რომელიმე ფაზაში. ინფექციური დაავადებებიდან უფრო გავრცელებულია მუსკარდინი, ფლაშერი, სიყვითლე და სხვა. ამ დროს მათ აქვს სხვადასხვა სიმპტომები. არ ჭამენ, კანისვლა იძნელდება, მყარი გვდება ჭიები, აიფარებს რაღაც თეთრად სოკოვან სპორებს და ასე შემდეგ. დაავადებების მიმართ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება. საჭიეს დეზინფექცია ფორმალინით ან ქლორამინით, ჭიებზე ფუნგიციდური პრეპარატების შესხურება, საღი ჭიების გადაყვანა სუფთა საფენებზე და სხვა. ამ დროს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მურების კრებას, მათ მოძრაობას და ასე შემდეგ. მდგრადი განვითარების რომელ მიზნებს შეესაბამება თქვენი პროექტი? როგორც ვიცი, დღესდღეობით მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა, უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებული თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება. სიღარიბის უთანასწორობა, კეთილდღეობა, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს თუ ასე შემდეგ.
მაგრამ ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა. მნიშვნელოვანია თითეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია ბავშვებს ეკავოთ ცენტრალური ადგილი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაში. ჩვენი პროექტი ქართული აბრეშუმი ხელოვნება ტრადიციიდან თანამედროვეობამდე, რომელიც არაქნეშია ჩართული, მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს შეესაბამება. მეოთხე მიზანი ხარისხიანი განათლება. ინკლუზიური და თანაბარი განათლების უზრუნველყოფა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა ყველასთვის. მერვე მიზანი ღირებული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. ანუ უწყვეტი ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის. მეცხრე მიზანი ინოვაცია და ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა. მე-15 მიზანი დედამიწის ეკოსისტემები. ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ტყეების მდგრადი მართვა, გაუდაბნოების შეჩერება და მიწისა და ნიადაგის დეგრადირების შეჩერება, აგრეთვე ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენა. მე-17 მიზანი პარტნიორობა მიზნების მისაღწევად, ანუ თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის, მდგრადი განვითარების მიმართულებით გლობალური პარტნიორობის განხორციელებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. საერთოდ არსებობს თუთის აბრეშუმხვევიას შესახებ მრავალი ლეგენდა და ზღაპარი, მაგრამ ყველაზე მეტად, საიდანაც ეს თუთის აბრეშუმხვევიას შესახებ ლეგენდა მოდის, რომ პირველად იქ მოხდა ჩინეთში მათი აღმოჩენა, ცნობილია ასეთი აღმოსავლური ანდაზა. მოთმენა და შეუპოვრობა თუთის ფოთლებს დედოფლის აბრეშუმის მანტიად აქცევსო. ასე რომ პროექტი არაქნე და ჩვენი სკოლის სახელწოდება ქართული აბრეშუმის ისა ხელოვნება ტრადიციიდან თანამედროვეობამდე პირნათლად შესრულებულია. პარკები მიღებულია, ახლა დაწყებული აქვს, უბრალოდ ეხლა ძალიან სიწყნარე უნდათ, ხელი შეწყობა უნდათ და შესაბამისად რომლებიც თავიდან დაიგვიანეს პარკის აღება და ერთდროულად ეს არ ხდება, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, ეხლა ეს ემზადება ასახვევად. დაველოდებით მათ და მივგავალთ შედეგზე.